Ღვთისათა, მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო, აი ნელ-ნელა უახლოვდებით დიდი მართვის პერიოდს და ეკლესია დღეს უკვე გვახსენებს საშინელ სამსჯავროს. დაიწყო ეკლესიამ შეგონება არა განკითხვით, იმიტომ რომ თუ ჩვენ სულიერ ცხოვრებას ვეწევით და განვიკითხავთ, ყველაფერი წყალში ჩაყრილი, მარხვაც, ლოცვაც, მოწყალებაც. ამიტომ შეგვახსენა პირველად განკითხვა, რომ არ განვიკითხოთ არა. მეორე ძმანო და დანო, ეს არის სინანული, იმიტომ რომ ქრისტიანული ცხოვრება სინანულის გარეშე ესე წყალში ჩაყრილია ყველაფერი. ყოველი ქრისტიანული სხვა სათნოება და აი დღეს ძმანო და დანო ეკლესია შეგვაგონებს, გვახსენებს საშინელ სამსჯავროს. რატომ ძმანო და დანო? იმიტომ რომ ღვთაებრივი ოქროპირი ამბობს, რომ ჩვენ მორწმუნეებსაც კი გვიჭირს, რომ თავი შევიკავოთ ცოდვებისგან. თუ გულახდილები ვიქნებით და ვიტყვით, მართლაც ასია. და აბა ურწმუნო კაცი და მას ვისაც არ აწამს საშინელი სამსჯავრო განკითხვა ის რომ მოგეკითხება რასაც დასდეს რომ იმას მოიმკი ეს თუ არ გწამს ძმანო და დანო აბა როგორ შეიძლება ჩვენ მაშინ ასეთ შემთხვევაში რომ რაიმესგან თავი შევიკავოთ გამორიცხული ასეთი იმიტომ არის ტრაგედია ათეიზმი რომ ესეთი ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია ძმანო და დანო ყველანაირ ცოდვას ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ყველაზე დიდი წარმომადგენელი წარმართული სამყაროს, აი ზნეობრივად ყველაზე დიდი წარმომადგენელი, სენეკა იმაზე დიდი აღარავინ აღარ იყო, ისეც კი ასეთ რამეს ამბობს. ცხოვრება ღირსეულმა კაცმა თვითმკვლელობით უნდა დაასრულოს. წარმოიდგინეთ. რა უბედურებაა წარმართული ცხოვრება ძმანო და დანო. ივანე ოქროპირი თავის გადაგებაში ამბობს, გინა თუ ანგარება ვინებოთ, ან ქურდობა ვინებოთ, გინა თუ სხვისა რასმე ბოროტისა ქნაი ვინებოთ, მეხსეულა დღესა მას საშინელსა, ესე იგი განკითხვის დღეს მოვიხსენებდეთ და ამან ესე ვითარმანგული სიტყვა მან უძლიერეს ყოვლისა აღვირისა დააყენოს აღძვრა იგი ბოროტი. ესე იგი მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ესეთია, როდის იქნება ეხა მეორედ მოსვლა, ხო? მაგრამ ხო იქნება. მაგრამ ამაზე მარტო ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. სიკვდილი ხო იქნება, რა წამს არ ვიცი. და ჩვენთვის მეორედ მოსვლა არ არის, როცა ჩვენ დავამთავრებთ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, ძმანო და დანო, იქ მორჩა, იქ ყველაფერი აიწონება მერე უკვე ჩვენი კეთილი და ბოროტი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ სიკვდილზე. ამას შეგვაგონებს დღეს ეკლესია ძმანო და დანო, ვიფიქროთ განკითხვის დღეზე ძმანო და დანო და თუ ჩვენ ამას ვიფიქრებთ, ამბობს ღვთაებრივი ივანე ოქროპირი, მაშინ ჩვენ აღარ შევწოდავთ ძმანო და დანო. იმიტომ რომ შიში გვექნება. რაღაცა თუ ვიხილოთ აღზევებული ამის საწუთროისა კეთილსა ზედა მოხარული ესრე თქვა თუ ვინმეს ვიხილავთო ადამიანი ხო იცი როგორია მისტირის სხვებს აი თუნდაც აღზევებულს თუ ვიხილავთ ვინმესო და რამდენი ვიცი ჩვენ ესეთი აღზევებული ძმანო და დანო ხო ან გინდა პრეზიდენტები გინდა დიდარი ხალხი გინდა ის მსახიობები რომლებსაც ჩვენ გარეგნულად უყურებთ და გონიათ ой რა ბედნიერები არიან მაგრამ ძმანო და დანო რამდენი ასეთი აღზევებული ვნახეთ დააღზევებულად და დაშვებულად და ის ვინც ძმანო და დანო დღეს გუში საკუდათ არ მიაჩნდა დედამიწა ქალამა დღეს რა დღეშია ვხედავთ ძმანო და დანო ჩვენ გინდა აქ ჩვენ ქვეყანაში გინდა სხვაგან და ასე შემდეგ ხოლო რამე თუ ესე ყოველივე აქ დარჩება და მართლა ძმანო და დანო რა ვინ რა ბატონი კარგი კაცი იყო ის ბევრ კარგ სიკეთეს აკეთებდა უმდიდრესი კაცი იყო ძალიან კარგი მაგალითია უბრალოდ პატარა კაცის შვილი ბადრი რა წაიღო იმ ადამიანს რამ ხელა სიმდი
მე დღეს დამავიწყდა ძმანო და მოტანა სხვა დროს მოვიდან გავადიდებ იმ სურათს არაჩვეულებრივი ფრესკა მეტეორის მონასტერში საბერძნეთში პიმენ დიდი ეს უდიდესი მამა და ალექსანდრე მაკედონელი იმაში კუბოში ქვის კუბოში ჩონჩხი ალექსანდრე მაკედონელის გესმით ძმანო და აი რა არის ხო და ამაზე მეტი აღზევებული ვინ იყო როგორც ალექსანდრე მაკედონელი იყო მან იმ დროინდელი თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო ეხა ველურებში აღარ შეცდა იმ დროინდელი ან ძმანო და დანო სტალინი ავიღოთ ეს ქართველი კაცი თემ სოფლიოს მართავდა დღეს არის აი ამ ხელა ყუთში ფერფლში აი ამ ხელა ყუთში კრემლის კედელში ან ვინ ავიღოთ ძმანო და დანო ვინ რა წაიღო ამ ქვეყნიდან ძმანო და დანო ამიტომ სასაცილო არ არის მივსტიროდე აღზევებულს ან ძმანო და დანო ზოგჯერ გაჭირებული ადამიანს რო ვიხილავთ ამბობს ივანე ოქროპირი თქვა სირეჟამ ყოფა დასჭირი ესე და მართლა ძმანო და დანო ზოგჯერ ჩვენ რა თქმა უნდა გვეცოდება გაჭირებული ადამიანი ავატყოფი ადამიანი მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ჯამს იქნება ძმანო და დანო თუ ჩვენ ესე არ ვიაზროვნეთ მარადიული საზომით არ ვიაზროვნეთ მაშინ ძმანო და დანო ყველა უბედურია და ეგ არის მხოლოდ ქრისტიანობაში ადამიანი ბედნიერი კმარს ესე გახსენება ამბობს ივანე ოქროპირი საშინელსა სამჯაროსა უფროს ყოვლისა წამლისა განკურნება სულთა ჩვენ ყოველ საკეთილსა კაცსა სწამს საშინელი სამჟავო და მიგებება კეთილისა და ბოროტისა ხოლო ვინ არიან რომელი აღდგომასა ურწმუნო არიან და ვინ არიან ესეთები მართლა ხშირად შევხვდებით ხო ჩვენ არც იმ ქვეყნიური ცხოვრება არც რა მეორედ მოსვლაო ესე რომ ამბობენ აი თურმე რაშია საქმე იგინი რატო ამბობენ ასე ვლენან გზასა ბილწსა და არაწმინდასა აი რატომ ძალიან კარგად წამს თუ ღრმად ჩააგვირდებიან თავიანთ სულში მაგრამ გარეგნულად ესე გამოხატავენ იმიტომ რომ იმდენად გადაშვებული არიან ცოდვაში არ უნდა ძმანო და დანო რომ განეშორონ ცოდვას აი თურმე საიდუმლო რაში ყოფილა მათი ათეიზმის და ამიტომ არის დღეს სტუდენტებიც ამბობენ ზოგიერთი დიდო სტუდენტები დასცინიან მორწმუნეებს ზოგიერთი ათეისტი დასცინის ესე იგი მორწმუნეებს სამსახურში და ასე შემდეგ ამიტომ შიშითა ღვთისათა მოვიქცეთ კეთილსა ზედა და განვეშოროთ ბოროტსა და წავსა წმენდელსა მადლითა და კაცმოყარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ძმანო და დანო ხშირად გაიგონებთ აი 21 საუკუნე დაიწყო სადა აბა როდის მოხდა მეორედ მოსვლა და მოხდება საერთოდ და როდის მოხდება რაც უფრო გვიან იქნება ძმანო და დანო ეს იმას არ ნიშნავს ეს არ იქნება და სადაა ღმერთი პირიქით ეს ყველაფერი გამოხატავს ღვთის დიდ მოწყალებას კაცობრიობას ჩვენ ვიცით ქრისტიანული სწავლება ერთი ადამიანი რო ყოფილიყო იმ ერთი ადამიანისთვის განკაცდებოდა ღმერთი და ჯვარს ეცმებოდა ძმანო და დანო და ეს ადამიანი რო ყოფილიყო 22 საუკუნეში თქვა მანამდე იმედია აღარ იქ ალბათ შეიძლება იყოს აი ავიღოთ სავარაუდოდ 22 საუკუნე ერთი ადამიანი 22 საუკუნეში ერთი ადამიანი რო ცხონებულიყო და არავის სხვა არც ადამი არც ევა არავინ რო არ ცხონებულიყო ღმერთი იმ ერთი ადამიანისთვის განკაცდებოდა და ჯვარს ეცმებოდა ძმა ამიტომ რაც უფრო დრო გადის იმას კი ნუ ვიტყვით სად არის აბა მეორედ მოსვლა არამედ ის თქვა რა კაც მოყარია უფალი ესე იგი ძმანო და დანო და რაც უფრო გაიწელება ეს დრო და სულ აღვირახსნეში გადავა მთელი კაცობრიობის ცხოვრება ამით ის კი არ ჩანს რომ ქრისტეს ადარ ამით ჩანს რომ ქრისტე რა კაც მოყარია ძმანო და დანო და სახარებაში წერია რომ ვითარცა რღნა წყლისაო ნოეს დროს ისე იქნება მეორედ მოსვლა და ეს როგორ იყო ნოეს დროს წყლის რღნა კაცობრიობა ღმერთმა უთმინა 600 წელი ძმანო და დანო და ზუსტად ასე იძახდნენ მაშინ დიდი ცივილიზაცია იყო წარმოიდგინეთ მაშინ მცირე იყო ადამიანთა რიცხვი 1 მილიარდსაც არ აღწევდა რა მილიარდი გაცილებით მცირე იყო და ეს რასაც ჩვენ ხედავთ დედამიწა ძმანო და დანო ხოლო ეს ამ მცირედ შეეძლო მოეხმარა ეს ყველაფერი ესე იგი უფრო გემრიელი ცხოვრება იყო ამის თქმა მინდა ძმანო და დანო უფრო მშვიდი ცხოვრება იყო
და ზუსტად ასე იძახოდნენ. აბა ღმერთს დასცინოდნენ და მერე ნოეს დასცინოდნენ, რომელმაც დაიწყო ქადაგება და 600 წელი და მეტი უთბინა უფალმა ძმანოდადანო 600 საუკუნე. და უკვე ეგონათ რომ რა წარღვნა რის წარღვნა და უცებ დაატყდა თავს. ზუსტად ასე იქნება მეორედ მოსვლა ძმანოდადანო. როდესაც ჩვენ მეორედ მოსვლაზე ვფიქრობთ, სიკვდილზე ვფიქრობთ. აი მე ამას წინათ ვფიქრობდი, რამდენი 53 წლის ვარ. რამდენი ადამიანი წავიდა ჩემი აი თვალთა ხედვიდან. ჯერ მარტო ჩემი სახლიდან იმდენი ადამიანი წავიდა, დიდი ბაბუა გაბრიელი 100 წლის სიცოცხლა, მეორე ბაბუა, ნამდვილი ბაბუა, ესე იგი ბებიანა, თამარი ბევრი წავიდა მარტო ჩემი ოჯახი. წარმოიდგინე, რამდენი მეზობლები ჩემი სახლიდან 5 სართულიანი 2 სადარბაზოენი სახლი უამრავ. რამდენი იმის იქით ირგვლივ რო სახლებია და არ ვიცნობდი გამარჯვებით ზოგს, მაგრამ ზოგს გამარჯვებითაც არ ვიცნობდი. მეხსიერებაში რამდენი წავიდნენ დარქავდა ყველა. ჩვენც წავალთ ამ ქვეყნიდან ძმანოდადან. აი რაზე უნდა ვიფიქროთ. და აი მე დღეს მინდა კვლავ გავიხსენო ერთი ამბავი. მე ასე ვამბობ, საიქიოში ვიყავი ძმანოდადან. მინდა ეს გავიხსენო, რადგან თქვენც შეგაგონოთ სულის სასარგებლო. ერთხელ ნოემბერი იყო, ზაფხულივით ამინდები ზიანი და ჩვენ დავდიოდით წესი რო აგვებო, ვისაც წესი არ ქონდა აგებული სასაფლაოებზე და დავნიშნე მეორე დღეს, ესე იგი უნდა წავსულიყავი მოხატვერდის სასაფლაოზე დილის 10 საათზე. და არ დაიწყო ზამთარი, ხამე. ქარბუქი, ყინვა დაარტყა, თოვლი მოდის საშინელი. ვიფიქრე ვინღა იქნება იქ მეთქი, მაგრამ მაინც წავედი, ვიფიქრე ვინმე არ იყოს კაცო და 1-2 მრევლის წევრი ჩავისვი რომ რა ვიცი იქ თუნდაც არ გავხდე მეთქი, ავედი და არ დამხვდა კაცო ერთი ხალი. რა მოგიყვანა ვეჭხურე მე უთხარი აქ, რა მოგიყვანა ამძი. ნუ ბარეხან ვაკურთხოთ მეთქი და წავედი და ავედით ბოლოში სადღაც არ ვიცოდი ესე თუ იყო რაღაც სასწაულ ადგილზე ავედით. და რა გარემო ეხა გადმოვედით ქარიშხალი საშინე და საფლავები ირგვლივ ძმანოდადან. ქარბუქი, ყინვა, ისეც არ ვიყავი კარგად ჩაცმული, გადმოვედით და ესე იგი ვაკურთხეთ საფლავი, აუგე წესი და ამ ქალბატონს უთხრა ჩაჯექით მანქანაში მეთქი და მინდოდა მარტო დავჩენილიყავი ძმანოდადანო. რა სანახაობა იყო რომ იცოდეთ, უყურებ ამ საფლავებს და ხომ წესიც ავაგე და დავლოცე ყველა მიცვალებული და ქრისტიანული სწავლები, როცა საფლავთან ხარ და დაილოცები და იტყვი ღმერთო შეეწიე მიცვალებულებს, თურმე ამ დროს ქრისტიანული სწავლები ძმანოდადანო, აი როგორც უდაბნოში რამოდენიმე დღის წყურვალ ადამიანს წყალს მიცემ, აი ესეთი დახმარება იქ. ამიტომ ძმანოდადანო, დავლოცე რა ეს და ვიცოდე ეს სწავლება, უცებ წარმოვიდგინე, აი ეს უამრავი ათასობით მიცვალებული როგორ მადლობას მიხდიდნენ ძმანოდადანო. და აი საიქიო იყო, ნამდვილი საიქიო, აღარ ჩანდა არაფერი, სადა დედამიწა გაერთიანებულია, საფლავები რაღაც და ისე სიმყუდროებში აღმოჩნდი ძმანოდადანო, ისე გაქრა ყველა პრობლემა. თან მაშინ ძალიან ისეთ პოლიტიკურად დაძაბული იყო საქართველო, თუმცა ეხლა წესია და მაშინ ძალიან და ესე იგი იქ ისეთი სიწყნარე იყო ძმანოდადანო, რაღაც სასწაული სიწყნარე, სასწაული ძმანოდადანო და აი მე ერთთანამედროვე ღვთისმეტყველის პატარა ამონარიც გავაკეთებ ქადაგებიდან, გამახსენდა ეს ქადაგებაც იქ. სასაფლაო დღეს ჩვენ ახლა ვეხმიანებით ძმანოდადანო აი ამ თემას, სიკვდილს, გახსენებას სიკვდილზე ფიქს და მეორედ მოსვლას და ამიტომ აი ესე მინდა რომ ესე შევეხმიანო. სასაფლაო თითქოს მარადიულობის კუნძულია დროის უწყვეტ ნაკადში. აქ საოცარი მდგომარეობა სუფევს, აქ ყველაფერი სხვანაირი. აქ ხეებით განა როგორც დარაჯების საფლავებისა და როცა ქარის დაქროლებაზე შრიალებენ ფოთლები, მაშინ გგონია რომ ისინი მიცვალებულებს ესაუბრებენ. ხეების სასაფლაოზე არ გვანან სხვა ხეებს, აქ ზეცა და მიწა სხვა, ნისლი სასაფლაოზე თითქოს საფარველია, ხატია გარდასულ ჟამთან. ზისხივები აქ სასაფლაოზე
კარგავენ თავიანთ წველძალას და თითქოს ნაზად იალერსებიან და ათბობენ მიცვალებულებს. ქარის ზუსუნი იქ იყო ქარიშხალი, ხეთა შორის გაისმის როგორც ოხრა ან ჩუმი კვნესა სამარის თავს. ხოლო წვიმის წვეთები ერთგვარი ცრემლებია ზეცისა, თითქოს წვიმა ანუგეშებს იმათ, ვისი სიკვდილიც არავინ დაიტირა. ყვავილები სასაფლაოზე თითქოს ამბობენ ჩუმად, ნუ შეაშფოთებთ მიცვალებულთა ძილს, მათ ვინც ეწამნენ ამ ცხოვრებაში და הם შვიდად იძინონ თავიანთ საფლავებში. სასაფლაო რაღაც განსაკუთრებული სიმშვიდით აღავსებს გულს, თითქოს სადღაც შორეთში იკარგებიან ზრუნვანი, დავიწყებას ეძლევა მწუხარება, ცხრებიან ნებანი, თითქოს სასაფლაო ყურნავს დაჭრილ სულს. აი ნამდვილად ესე იყო ძმანო და დანო და დავდექი, მინდოდა იყვირილი მინდოდა, ჰეი მიცვალებულებო, მინდოდა ესე მეთქვა ძმანო და დანო, რაღაც საოცარ გარემოში მოხდი, ეხა ასეთ გარემოში სასაფლაოზე ხო არავინ არ მოხდება და მადლობ გმერთ ძმანო და დანო. და ისეთი დაწყნარებული ჩამოვედი, ისეთი დაწყნარებული და რო ჩამოვედი და დავინახე ეს ისევ შფოთი, აი ფიქრობდი რომ აი ყველა უნდა ავიდეს სასაფლაოზე, გაახსენდეთ სიკვდილი ძმანო და დანო და ხო არ დავჭამთ ერთმანეთს მაშინ, რა. ძმანო და დანო. აგერ მოვადექით. მარხვის კარიბჭეს სულ ერთი კვირა დაგჭა. ბევრი ვჭამეთ, ბევრი ვსვით, ბევრი სერიალებს ვუყურეთ, ბევრ საზიზღვრობებს ვუყურეთ. მოკლედ, რითი არ გავერთეთ, რითი არ აღვავსეთ ეს ჩვენი გაუმაძღარი გული და აჰა, ეკლესია მოგვიწოდებს წმინდა ცხოვრებისაკენ, ძმანო და დანო. და აი უნდა დავფიქრდეთ საშინელ სამსჯავროზე, ძმანო და დანო. და მე მინდა ასევე ერთი გადაგები და ფრაგმენტი და ამით დავასრულო. თან მინდა ერთ რამეს შევეხმიანო ძმანო და დანო. ზოგი ამბობს, აპოკალიფსი რატო დაიწერა, არის ესეთ საუბრები განსაკუთრებით ახალგაზრდებში. აი რა არის ეს მე მაპყოლებს ზოგიერთი ძახის აპოკალიფსი, ეს არის ახალი აღთქმის ბოლო წიგნი, ესე იგი. და რა არის უიმედობა იქ და ასე შემდეგ. ძმანო და დანო. მოდი დავანებოთ თავი აპოკალიფსი. ადამიანი რო გწება ეს არ არის ჩვენი აპოკალიფსი? და რა აპოკალიფსი რო არ დაწერილი იყო, ახალგაზრდებს ის უნდა შევახსენოთ რომ ადამიანი გწება? და სიკვდილი რა? ამიტომ აპოკალიფსი, ჯერთი აპოკალიფსი არის ბოლო, სულ ბოლომდე ჯამინდელი დროის ამბები. სულ ბოლო. მაგრამ იმ დროსაც, როცა ყველაზე საშინელება იქნება, ხო? საშინელი იყო მეორე მსოფლიო ომი, საშინელი იყო პირველი, საშინელი ამბები იყო ისტორიაში, ჩვენ რაც გადაგვდა საქართველოში ჯალალედინის შემოსევა რა არ გადაიტანა საქართველო, მაგრამ იმნაირი საშინელი ის იქნება წვერვა საშინელებების ძმანო და დანო. მაგრამ თუ ჩვენ ქრისტესთან ვიქნებით ყოველნაირ საშინელებაში ძმანო და დანო და ყოველ ჭირში ჩვენ ვიქნებით ბედნიერები. აი ეს არის მთავარი ძმანო და დანო. ამიტომ ამბობს მაცხვარი იყავით ბრძენ ვითარცა გველი სიბრძე იმაშია რომ თავს ინახავს. თავი ქრისტიანობა, ჩვენ ქრისტიანობა უნდა შევინახოთ. თუ შევინარჩუნებთ, მაშინ გადავრჩებით. მაშინ ყოველნაირი კატაკლიზმი ვერაფერი ვერ შეგვაშინებს. თუ არა და ადამიანი მაშინ უმწეოა ქრისტეს გარეშე საშინელება საერთოდ ცხოვრება. და აი გუში ფიქრობდი რუსთაველს რამდენია ძმანო და დანო ასეთი რამდენია რა არ უნდა დაეწერა ამიტომ ვეფხისტყაოსანი რამდენი აზრია გატარებული რუსთაველს ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერც საკვდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეყარეს მიწამან ერთმან მოხმედა მწყოვანი ჟობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილის სახელოვანი. აი როგორ მთლიანად ქრისტიანობას ეფუძნება ძმანო და დანო ვეფხისტყაოსანი ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას და ამას წინათ გამოსულა თუ ერთი და ამბობს რომ მე არ ვიცი ესე მითხრეს აი ქრისტიანობამაც ვერ შეძლო ის რაც შეძლო ვეფხისტყაოსანმა რა გაერთიანებო საქართველოს რა გაერთიანება შეძლო ჯერთი ვეფხისტყაოსანმა 98% არ კითხულობს მას რა უნდა გაერთიანოს
და მთელი ჩვენი ისტორია და გაერთიანებული თუ ვიყავით ქრისტიანობა ზმანოდადა და რამდენადაც შორდებით ქრისტიანობას პირიქით არის ესე არც ეს რამდენად შორდებით ქრისტიანობას იმდენად იხლიჩება საქართველო და რამდენადაც დაუახლოვდებით ქრისტიანობას და მე მწამს თუ დაუახლოვდებით თელიერი ყველაფერი შემოგვიერთდება ზმანოდადა ასე რომ პირიქით ქრისტიანობა აერთიანებს მაგრამ თვითონ ვეფხისტყაოს არის მთლიანად ღვთისმეტყველება ქრისტიანობა ზმანოდადა მთლიან სტების და სტების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისა მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისა ზმანოდადანო და ასე შემდეგ რამდენია ყველაფერი რაც აქვს რუსთაველს აქვს ესეთი გამოთქმა ესეთი ადგილი ერთი კარგი რამ გჭირდეს გიკვირდეს ავი რას საკვიროები აი მთელი ჩვენი ცხოვრება ზმანოდადანო ამიტომ ეკლესია ჩვენ გვახსენებს საშინელ სამჟავოს რომ ბეწვის ხიდზე არა ვაგდო ჩვენი სულიერი ცხოვრება არ დავივიწყოთ ღმერთი და განკითხის დღე ყოველთვის გვახსოვდეს იმიტომ ზმანოდადანო რომ თუ ჩვენ ამას დავივიწყებთ და გამოვეკიდებით კარიერას კი ბატონო უნდა იმუშაო ყველაფერი ისწავლო მაგრამ ამასში ჩავდებთ ყველაფერს რომ გამოვეკიდოთ დროს ტარებას და ისე დამთავრდება ცხოვრება და ამოვყოთ თავს ჯოჯოხეთში ამიტომ რო არ მოხდეს ეს უმთავრესი ეს არის ზმანოდადანო დღეს ზმანოდადანო უდიდესი დღესასწაული დაემთხვა ეს არის მირქმის დღესასწაული ძალიან დიდი დღესასწაული აი ნახეთ არ აქცევდნენ თურმე ყურადღებას ამას ადრე და დიდი მიწისძვრა იყო და ანგელოზი გამოეცხადა ერთბერს და უთხრა ეს დღესასწაული კარგად ესე იგი დიდად უნდა გადაიხადო დიდი დღესასწაულობითო იმიტომ რომ დიდიაო ეს დღესასწაულიო და ამის შემდეგ დააწესეს 12-და დღესასწაულში ეს დიდებული დღესასწაული ეხლა როგორი დღესასწაულია ნახეთ საუფლო დღესასწაულია შობიდან მე-40 დღეს პატარა ყრმა მიიყვანეს ტაძარში როგორც წესია ეხლა სახალხო თვაშიც ეს საუფლო დღესასწაული ეს არის ღვთისმშობლის დღესასწაულიც როგორ ერთიანდება რადგან მისი ქალწულობის გამოა ეს დღესასწაული ერთ-ერთი რომ იცით თქვენ სვიმონ მირქმელი 2 საუკუნით ადრე და მეტი რამოდენიმე წლით კიდევ ერთ-ერთი გადამწერი იყო ებრაული ენიდან ბერძნულ ენაზე ბიბლიის და მას შეხვდა ისაია და იქ რო წაიკითხა ქალწულმა მიუდგეს და შვას ესე იგი მესიაო მან გადაუშვა ქალწულს ხაზი იმიტომ რომ ვერ მიხვა ქალწულმა ალბათო შეცდომა ქალმა შვაო და ქალი შეასწორა და გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა შენო სანამ იმ ყრმასო არ იხილავ და არ ჩაიხუტავ გულშიო მირქმა ჩახუტებ მაშინო მანამდე ცოცხალი იქნება და დაიტანჯა სვიმონი იმიტომ რომ 2 საუკუნე გავიდა მას შემდეგ 300 წელი იცოცხლა ამის გამო სვიმონმა აღარ უნდოდა სიცოცხლე ნუ გასაგებია ხა ზმანოდადანოა 300 წელი რა ხო და გასვლა უნდოდა გასვლა ამ ქვეყნიდან და ამიტომ რომ მიირქვა ჩაიხუტა ზუსტად თქვა აც განუტევე მონაი შენი უფალო რომელსაც გალო ეს არის ღვთისმშობლის ქალწულობის ღვთისმშობლის დღესასწაულიც და ეს არის რაღაცნაირად ძველი აღთქმის დასასრული და ახალი აღთქმის დასაწყისი იმიტომ რომ სვიმონ მირქველი ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წმინდანი იყო აი ესეთი უდიდესი დღესასწაულია და მოდით ზმანოდადანო ეხლა რადგან ჩვენ უფალი გვეუბნება რომ არ ხვა დავიწყოთ მხიარულად ერთი ამ ეს მუსიკა მინორული ასე ვთქვათ დავასრულოთ და გადავიდეთ სამხიარულო მელოდიებზე ესეც სულის სასარგებლო ზმანოდადანო მე უბრალოდ ამას ისე ჩავთავ ეს საერთოდ ესეც მინდა ვთქვა როცა მღვდელი ქადაგებს და მრევლი მას ყურადღებით უსმენს და ეს საერთოდ ყურადღება მრევლის მღვდლის ქადაგებისთვის არის იმიტომ რომ მღვდელმა უნდა მოიტანოს ღვთაებრივი მოძღვრება მრევლამდე თუ მღვდელი რაღაც თავისას ქადაგებს მაშინ ის აი ღვთაებრივს თუ ქადაგებს ის არის ოქროს და ბრილიანტებს რო ყრის და თქვენს ესე იგი გონებაში იღებთ ამას და დიდრდებით ხოლო თუ თავისას ქადაგებს მაშინ ეს არის ბიჟუტერია რო ხაროს ესე არაფერს რო არ მოგწევს რა ამიტომ ყოველთვის
მე ვცდილო რომ ყოველთვის მოვიტანო ღვთაებრივი მოძღვრება, ღვთაებრივი სწავლება თქვენამდე ძმანო და დანო. ხოლო თუ რამეს უმატებ, ეს იცი რას გავს? აი მაგალითად ოქროს მაღაზია როა, ოქროს მაღაზია და ოქროები რო იყიდება. და იქ ვისთვის შედის? იმ გამყიდულისთვის ხარ შედის? შედის ადამიანი იმ განძისთვის. მაგრამ ის გამყიდვების დირექტორი თუ გამგე თუ ვინც იქნება, ის ადგება და რაღაცნაირად რეკლამას უკეთებს. ხო, თქვა კაცი მოვიდა და იცახი ცოლისთვის მინდა ხელსაბამი. ხო და თუ ცოლისთვის ხელსაბამი აუხსნი, ხო? აი ეს რამდენი წლისაა თქვენი მეუღლე ვეთქვი, აი ეს ხელსაბამი ჯობია. ახალგაზრდისთვის აი ეს ხელსაბამი ჯობია. ანუ ის რა შვება, ის რაღაცაერთ ლაპარაკობს უკვე თავისას, მაგრამ მაინც ეხება იმ განს. ასე არის ზუსტად ქადაგება მღვდლის მანოდადა. მე ესე ყველაფერს არ ვკითხულობ, ხო, მარტო ღვთაებრივ რაღაცას ესე სიტყვიერათაც გეუნებით, იმიტომ რომ რაღაცა განმარტო, ხო? ან ზმანოდა დანო მაგალითი რომ თქვათ ამომივარდა ახლა თავიდან, ну ეს მაგალითი საკმარისი. ამიტომ მე ჩემსას რასაც ვლაპარაკობ, ისეც უქვემდებარე ღვთაებრივ მოძღვრებას და აი ამიტომა ეს ჩემი ლაპარაკი ასე ვთქვათ ზმანო და დანო დამატება. მე მინდა დღეს დავამატო ერთი რამ. ერთხელ ну გამოაცხადეთ რა მე აიღე მიკროფონი გამოაცხადე უთხარებს და ისა რა ქვია ვლადიმერს უთხარი და ჩართავს და ის აი რა მინდა გითხრათ ერთხელ ერთ მგდელთან ზმანო და დანო ვიყავი მსახურობდი ის წინამძღვარი იყო და ამ მგდელს ჰქონდა ესეთი თვისება რომ რევლის წევლებს ეხუტებოდა ну კაცებსაც კი ქალებსაც ეხუტებოდა ხო და ну ახლა მე არ ქონდა ეგეთ წესი და არ ქონდა ესეთ ჩვენ მაგრამ ну მოხდა ისე რომ სულ ეხუტებოდნენ იმას ის ეხუტებოდა და იმათ ესეთ წესი ქონდა ის ბრევი მოვიდო და მე ჩამეხუტებოდა ხოლმე ხო და ну რა უნდა მეკითხა რაღაცა და ესეთ ვიყავი ესეთ უხერხემლო და ერთხელ ცოლმა მითხრა რომ რა არის რომ ეხუტები ამ ქალებს კაცს სირცხვილია რა არის აღარ ცხენია ხო და მე უთხარი აი რა ვიცი აი რაღაც თანდახან ესეთი უხერხემლო მდგომარეობა თვითონ მეხუტებიან მე უთხარი და რაღაცა ვეღარვე გავქნა მე უთხარი მოკლედ გადავწყვიტე და უთხარი მეუღლეს ახალ ჩამეხუტები არავის ქალებს და ერთი მივეკავს ერთხელ ეს წინამძღვარი სახში ვარ რომ მეო არ ცალიაო და შენო წეს საგებაზე გაყევიო ერთ ლონდა თუ რაღაც ერქვა ხა ამას ამნიშნულობა ერთ ქალს რომელიც გამორჩეული იყო ამ ჩახუტებებს ხო და ნინომ უთხარი რომ აი ლონდა მოდის ეხა და უნდა გავყვე მეთქი და ხო და აი იყურებო ფანჯრიდან არ ჩაეხუტო აი დღეს მირქმის დღესასწაულია და გამახსენდა ჩახუტებაზე მე უთხარი კაი მე უთხარი აი ნახე აი რას ვიზამეთქი რო გამოვიქცევი დარბაზოდან ჩავხტები ეგრევე მანქანაში იმ ხალს არ მიცემ საშუალებას რომ გადმოვიდეს და იქ ახლა როგორ ჩამეხუტება მე უთხარი წინ დავიდები ნინო იყურება ფანჯრიდან ეს ლონდა მოვიდა მოკლედ უნდა გავიდე და რა გავაღე აქეთ ჩანთა მიჭირავს აქეთ საცეცხლი ასე და გავაღე კარები და გარბივარ რომ სწრაფად წავიდე თურმე ის ჯერ სათხარ მიყურებს შორიდან და როგორც კი სადარბაზოში გამოვედი გადმოხდა მანქანიდან და მიაკედა სწრაფად ისიქიდან ასე და ჩავეხუტეთ ეს ჩამეხუტა უფროსა და შევტრიალე და უყურებ ჩემ ცოლს და ჩემი ცოლი მუშტი მე უთხარი არა ავქნა ესე გამოვა მოკლედ ზმანო და დანო დიდება უფალს მირქმის დღესასწაულს ილოცავ და აკურთხავ და სულიერად უნდა ჩავეხუტოთ ნამდვილად ერთმანეთს სულიერად უნდა ჩავეხუტოთ და ვიყვარდეს ერთმანეთს რა